მეორე დღეა ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გასტრო ბათუმი მიმდინარეობს. იტალიიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან მოწვეული მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები კულინარიულ მასტერკლასებს ატარებენ. გარდა მასტერკლასებისა, ფორუმის ფარგლებში გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლები პანელურ და თემატურ დეგუსტაციებში მონაწილეობენ. ტარდება სამუშაო შეხვედრები. ვნახოთ თემოს ალუქაძის რეპორტაჟი. იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია. ეს ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც ბათუმს სპეციალური მოწვევით შეფ-მზარეულები ეწვივნენ. საერთაშორისო ფესტივალის გასტროფორუმის ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები გამოცდილებას ადგილობრივ გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლებს უზიარებენ. წელს ფორუმის მთავარ თემად ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზაულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა შეირჩა. ლეგენდა რომ შავ ზღვაში პროდუქტი მცირე არის და არ არის ხარისხიანი, ეს არის ტყუილი. ხო, ამ ყველაფერს ჭირდება манипуляცია, სწორედ შენახვა, სწორედ დაჭერა, სწორედ დახზე მოწოდება და სწორედ სამზარეულოში მისი манипуляციის მოხვედრა. არ უნდა იყოს გადამწვარი, არ უნდა იყოს გადახრუკული, არ უნდა იყოს გადახარშული. მაქსიმალურად მისი ბუნებრივი გემონური თვისებები ჩვენ შევუნარჩუნოთ. ამისათვის ჩვენ გვჭირდება განვითარება და უფრო მეტი ცოდნა, მოგზაურობა, მოწვევა შეფების, რაც დღეს ხდება აჭარაში. ფორუმის პირველ დღეს თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფებმა ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასებიც. პანელური დისკუსიების დასასრულს ფორუმის სტუმრებს ცნობილმა პორტუგალიელმა შეფმა ვასკო კოელიო სანტოშმა სპეციალური მენიუ შესთავაზა. მან ადგილობრივ მზარეულებთან ერთად კერძები ლაზურის სამზარეულოს ინსპირაციით მოამზადა. გასტრობათუმის ფარგლებში მე მოვამზადე 2 კერძი. თევზაულის კერძები მომზადდა ძირითადად ადგილობრივი ინგრედიენტებით. პირველი წარმოადგენდა კრევეტებსა და მიდიებს, რომელიც გაფორმებული იყო ხონდქარით. მეორე კერძი კი შედგებოდა კამბალასაგან, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ფეიხოიასგან. ფორუმის დაწყებამდე გავეცანი ადგილობრივი პროდუქციის სახეობებს, სწორედ ამის მიხედვით განვსაზღვრე ჩემი მენიუ. ფორუმში პირველად მონაწილეობდა ეს ძალიან მახარებს, აქ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. საქართველოს უდიდესი კულტურისა და გასტრონომიის სახელმწიფოა. საჭიროა მსგავსი სახის შეხვედრები, რადგან თქვენი გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს. ერთადერთი რაც ძალიან ცნობილია ევროპასა თუ მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის თქვენი ღვინოები. კერძების შესახებ კი ნაკლები ინფორმაცია, ამიტომ თქვენ გჭირდება თქვენი უნიკალური კერძების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება. სწორედ ამას უწყობს ხელს მსგავსი სახის ფორუმები. მეც თავის მხრივ შევეცდები, რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიო ქართულ გასტრონომიას. ქართული შეფ-მზარეულებისთვის ფორუმის მეორე დღეს თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლას ფრანგი შეფ-მზარეულები ჟულიენ ენოტი და სტეფან იაკიჩი გაუძღვნენ. მათ აჭარის რეგიონში შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ინგრედიენტებით შექმნილი კერძების ვარიაციები წარადგინეს. ახალი გემოები და მიგნებები მასტერკლასებში მონაწილე ქართველი შეფების თქმით, ხელს ადგილობრივი კულინარიის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს. დღევანდელი მასტერკლასი ემსახურება არა რაიმე კონკრეტულ კერძს, არამედ იმ ინგრედიენტების გამოყენებას, რომელიც უშუალოდ ქართულ მზარეულებს სხვადასხვა სეზონის მიხედვით მიეწოდებათ. იმ ინგრედიენტების ვარიაციებს, რაც ქართულ ბაზრობებზე გვხვდება. დღეს 4 კერძი მოვამზადეთ, 4-ვე დაეთმო თევზის სახეობებს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო შავი ზღვის კეფალი, მას ჩვენ გარნირად ციტრუსის соуსი გავუკეთეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი განვითარებისთვის, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მასტერკლასები მიმდინარეობს, ჩვენ ვაგემოვნებთ გაკეთებულ კერძებს და ეს ახალი გემოები, რომელსაც უყურებთ და ვსწავლობთ, უკვე ჩვენს გონებას და ტვინს, რა თქმა უნდა, ხსნის და ჩვენ სხვანაირად უყურებთ ჩვენს პროდუქტს. ვასწავლიან, როგორ უნდა ვცეთ პატივი, როგორ უნდა დავაფასოთ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ნაკლები დანახარჯი კონდეს სამზარეულოში, ყველაფერს შეფსარეულები გვასწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არ გადავყაროთ, ყველაფერი გამოვიყენოთ და შევქმნათ ახალი გემოები, რაც პირველ რიგში განავითარებს ჩვენს გასტრონომიას. ბათუმისთვის ძალიან დიდი წარმატება ეს ყველაფერი და ამ ყველაფერში მონაწილეობას ვღებულობ. მე ვეხმარები შეფებს, დღეს კიდევ მიმდინარეობს მასტერკლასები, მოწვეული ყავს ბათუმის სხვადასხვა რესტორნებიდან შეფები და ამ ყველაფერს ვიწერთ, ვსწავლობთ, რომ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს ჩვენი კერძები და გვინდა რომ განმოვითაროთ ჩვენი აჭარული კერძები, ორნამენტები, რომ არ დავივიწყოთ ის ჩვენი ძველი ტრადიციული კერძები, განმოვითაროთ, ასე რომ ვთქვა.
გასტრობათუმს შეფს ზარეულებთან ერთად ადგილობრივი შეფებისთვის თევზის დასუფთავების თანამედროვე ტექნიკების გაცნობის მიზნით ცნობილი ფრანგი ფიშმონგერი აღნო ვანამი ეწვია. გაიმართა სპეციალური ტურიც, სადაც თევზეულისა და ზღვის პროდუქტების სპეციალისტმა უცხოელ შეფს ზარეულებთან ერთად ბათუმის თევზის ბაზრობა მოინახულა. ხაზი გაისვა სარესტორნო ქსელებში მოხვედრამდე პროდუქციის სწორი მოპოვების, შენახვისა და რეალიზაციის დიდ მნიშვნელობას. პროდუქციის დათვალიერების დროს შევამჩნია, რომ ყველაფერი, რასაც კი აქ ვხედავ, ახალია. შესაძლოა აქ წყლის პროდუქტების მრავალფეროვნება არ გვხვდება, თუმცა ეს ადგილი ძალიან მომწონს ადამიანების ტრადიციებისა და ატმოსფეროს გამო. როდესაც არსებობს თევზის ტრადიცია, როდესაც არსებობს თევზის მრავალსახეობა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია განვითარდეთ და გავხდეთ პროფესიონალები. გასტრობათუმი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სარესტორნო ქსელებში აჭარული კერძების დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ რეგიონში, ტურისტულ რეგიონში, როგორც აჭარა არის, კულინარია განვითარდეს მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებები უწყობს ხელს, რომ შევქმნათ მდგრადი, გამორჩეული საინტერესო კერძები, ავსახოთ ეს რესტორნებში, ადგილობრივ და კვების ობიექტებში და გაუწიოთ ჩვენ დიდარ კულინარიულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. გასტრონომიის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები მასტერკლასებს ხვალ ფორუმის დასკვნით დღესაც ჩაატარებენ. მასტერკლასები მზარეულებს საშუალებას მისცემს ქართული უნიკალური სამზარეულო თანამედროვე ვარიაციებით კიდევ უფრო პოპულარული გახადონ.